ო ჰენრი, პოლიციელი და საგალობელი. მოქმედი პირი, მისტერ სოპი, ნიკა წერედიანი, პოლიციელი, მერაბ ბრეკაშვილი, უცნობი ქალბატონი ნანა ხურვითი, ქოლგიანი კაცი ზურაბ ცინსკილაძე, ოფიციანტი ლელი ხურვითი. რადიოვერსიის ავტორი და რეჟისორი ნატია ხოშტარია, ხმის რეჟისორი ბაკო ხვიჩია და მე თხრობელი გივი ჩუბლოშვილი. ზამთარი მოდის, დადგა დრო, კომიტეტმა ჩემი პირადი და ერთადერთი შემადგენლობით გამონახოს გზა და საშუალება მოახლოვებული სიცივისგან თავის დასაცავად. სოპი პატივმოყარებული იყო. ზამთარში ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობა ან გასეირნება ვეზუვის ყურეში, რა თქმა უნდა, შესანიშნავი იქნებოდა. მაგრამ იგი ამაზე არ ოცნებობდა. არ ოცნებობდა არც სამხრეთის ზღვაზე, მზეზე განაბულს ტკბილძილს რომ მოგვრის. სოპი თანახმა იყო ეს სამი თვე კუნძულზე საპატიმროში გაედარებინა. სამი თვე მუქთა თავშესაფარი და ჭამასმა. მხიარული საზოგადოება. ჩრდილოეთის სუსხიანი ქარებისა და ლურჯხალათიანებისგან შორს ყოფნა. სავსებით დააკმაყოფილებდა ჩემს სულს. ბეკუელის სტუმართ მოყარეს საპატიმრო უკვე წლების მანძილზე აძლევდა სოპის ზამთრის თავშესაფარს. ყოველ ზამთარს, როცა შედარებით ბედნიერი ნიუ-იორკელი ახალგაზრდები ბილეთებს ყიდულობდნენ პალმ-ბიჩსა და რივიერაზე გასასეირნებლად, სოპი თავმდაბლად ემზადებოდა კუნძულზე გადასახლებისათვის. ხოდა ახლაც დრო იყო სოპის სამზადis შესწავლაზე. წინა ღამით კვირადღის სამმა გაზეთმა, რომლებიც გულმოდგინედ შემოიხვია ტანსაცმლის ქვეშ მთელ ტანსა და ფეხებზე, სიცივისაგან ვერ იხსნა სოპი. ასე რომ კუნძული უკვე დროულ და საამურ ადგილად ეჩვენებოდა. სოპი ფიქრობდა, რომ კანონმდებლობა ფილანთროპიაზე უფრო მოწყალე იყო. ქალაქში აურასხელი მუნიციპალური და ქველმოქმედი დაწესებულება არსებობდა, სადაც თავისი სადაც ცხოვრების შესაფერისი თავშესაფრის და საკვების მიღებაც შეეძლო სოპის. მაგრამ იგი ამაყის სულის პატრონი გახდა და წყალობის მიღება შეურაცხყოფად მიაჩნდა. ქველმოქმედი ხალხი მართალია სასყიდელს არ მოითხოვდა, მაგრამ თავის დამცირებაგანა უარესი საზღაური არ იყო. ისევე როგორც კეისარს განუყრელად ახლავს ბრუტუსი, მოწყალების სახლის ყოველ საწოლს ხარკად ახლავს ცხელი აბაზანა და პურის ყოველ ნატეხს ჭკუის დარიგება. სწორედ ამიტომ უმჯობესია ისევ კანონმდებლებს ვეწვიო სტუმრად. იქ მართალია სასტიკი წესრიგი სუფევს, მაგრამ სამაგიეროდ ვერავინ გაბედავს უშნოდ ჩახოს წვირი ჯამტმენის პირად საქმეში. გადაწყვიტა თუ არა სოპიმ კუნძულზე წასვლა, უმალვე შეუდგა თავის ზრახვის განხორციელებას. ციხეში მოსახვედრად მრავალი იოლი გზა არსებობდა. სოპიმ მათ შორის ყველაზე საამო აირჩია. გადაწყვიტა ძვირფას რესტორანში შესულიყო. გემრიელი სადილი მიერთვა. მერე განეცხადებინა, რომ ფულის გადახდა არ შეეძლო და წყნარად, უჩხუბრად ჩააბარებდნენ პოლიციას. შემდეგ კი დაუზარებელი მოსამართლეს საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. სოპი ადგა, პარკიდან გავიდა, ზღვის ზედაპირივით ლაპლაპა ასფალტის იქით გაემართა, სადაც მხარდამხარ მიემართებოდა ბროდვეი და მეხუთე ავენი. ბროდვეიზე აუხვია და გაგაშხაშებულ კაფეს წინ შეჩერდა. ძვირფასად მორთული კაფეს აუკეთესო ნაწარმითა და სუფთა ყურძნის წვენზე დაყენებული სასმელებით იყო სავს. იქ მხოლოდ რჩეული საზოგადოება იკრიბებოდა. სოპის საკუთარი თავის სრული იმედი ჰქონდა. იგი სუფთად იყო გაბარსული. ბიჭაკსაც არაუშავდა რა. შავი სადა, მაგრამ ყოხდა ჰალსტუხიც მისიონერმა ქალმა აჩუქა მადლიერების დღეს. რესტორნის მაგიდამდე თუ უხიფათოდ მიაღწევდა, წარმატება უზრუნველყოფილი იქნებოდა. სხეულის ის ნაწილი, რომელიც მაგიდის ზემოთ გამოჩნდებოდა, არავითარ ეჭს არ მოქმრიდა ოფიციაში. შემწვარი გარეული იხვი, ერთი ბოთლი ღვინო,
შემდეგ კარგი ყველი, ერთი ჭიქა ყავა და სიგარა მშვენიერ დროს გამატარებინებდა. $1 სიგარისთვის საკმარისი იქნება. დანარჩენიც არ დაჯდება ისე ძვირი, რომ კაფეს პატრონებმა რაიმე საგანგებო მანიფესტაციას არ მიმართონ შურისაძიებლად. ასეთი სადილი კი კარგად დამანაკლებდა. მშვენიერ ხასიათზე დამაყენებდა და ზამთრის თავშესაფრისკენ გამგზავრებას გამიადვილებდა. მაგრამ როგორც კი რესტორნის კარებში შედგა ფეხი, უფროსი ოფიციანტის მზერა უმალვე მიიპყრო მისმა გაცვეთილმა შარვალმა და შელანცხულმა ფეხსაცმელმა. ძლიერმა ხელებმა სასწრაფოდ უკან შეაბრუნა იგი, უხმაუროდ გააბრძანა ქუჩაში და ამრიგად შემწვარი იხვი, რომელსაც სოპი ესრერიგად ემუქრებოდა, გადაარშინა უღირსი ხვედრისაგან. გამგზავრება სანატრელი კუნძულისკენ, როგორც ჩანს, საამურ ვითარებაში ვერ ჩაივლის. ციხის კარიბჭე რაიმე სხვა ხერხით უნდა შევაღო. მეექვსე ავენიუს კუთხეში ელექტრონის შუქით განათებულ ფართო ვიტრინაზე გამოფენილი ნაირ-ნაირი საქონელი უნებლიეთ იზიდავდა თვალს. სოპიმ დაალოქვა ხელი, ესროლა და ვიტრინის ფართო შუშა ჩაამდრა. აი, ესეც შენ! შეგროვდა ხალხი. ყველაზე წინ პოლიციელი გარბოდა. სოპი მშვიდად იდგა. ჯიბეებში ხელებს ჩაწყობილი და ღიმილით შეხურებდა ოქროსფერ ხირებილს. ვიღატე ხარ? იქნებ ფიქრობთ, რომ მე ვარ დამნაშავე. მიდი და გაიარე. პოლიციელმა ყურადღების ღირსად არ ჩათვალა სოპი. პანჯრის გამტეხის ჯაბას არ გაუბამდა კანონის დამცველს. იგი უკან მოუხედავად მოკურცხლობდა. ამ დროს პოლიციელმა თვალიმოქრა ვიღაც მამაკაც, რომელიც ტრამვაის ვაგონს მისდევდა და ხელჯოხ მოღერილი დაედო. ორჯერ ხელმოცარული სოპი გულამღრეული გაჰყვა ქუჩას. ქუჩის მეორე მხარეს ერთი სრულიად უპრეტენზიო რესტორანი გახდათ. იგი ემსახურებოდა დიდი მადისა და თხელი ჯიბის მქონე მოქალაქეებს. ჭურჭლეულობა და ატმოსფერო უხეში და მძიმე იყო. წვნიანი კერძები და სუპები კი გაწყალებული. სოპიმ უხიფათოდ შეაპარა ამ რესტორანში მჟავრის დამდები ფეხსაცმელი და მოღალატე ძველი შარვალი. მომიტანეთ შემწვარი ხორცი, ხავიე, ბლინები და ტკბილი ნამცხვარი. $2.15. თვით უმცირესი ხურდა ფული და მისი ბრწყინვალება, ანუ მე სრულიად უცნობნი ვართ ერთმანეთისთვის. აბა, ნუ ღარ აყოვნებთ, დაუძახეთ პოლიციელს, ნუ აყოვნებთ ჯენტლმენს. პოლიციელი საჭირო არ არის. აბა ჯონ! რა? ერთი აქეთ მოდი. რა? ძალიან გთხოვთ, ზალადობა საჭირო არ არის. აი ას. მიდი, გაიარე. ორი ოფიციანტისაგან გარეთ გამოსროლილი სოპი მარცხენა ყურით დაეცე კვატრიბოს. დურგლის გასაშლელ სახაზავივით ნაწილ აღიმართა და მტვერი ჩამოეპერტყა სამოსიდან. დაბადიმრება სანატრელი გაუხდა. კუნძული კი შორეულ და ლამაზ ოცნებად ექცა. 5 კვარტალი გაიარა სოპიმ, სანამ იმდენ ვაშკაცობას მოიკრებდა, რომ კვლავ ცდილიყო ხელში ჩავარდნოდა წესრიგის დამცველი. ამჯერად საუცხო შემთხვევა მოიხელდა და გუნებაში კიდეც გადაწყვიტა ნახტია. სოპიმ განიზრახა ქუჩის საზისხარი არშიხის როლი გაეთავა. ჰეი, ლამაზო, სად გარბიხარ? დავიცადე. მისი მსხვერპლის ნაზმა მომხიბვლელმა გარეგნობამ კეთილსინდისიერი პოლიციელის სიახლოვემ გაათამამა იგი და უკვე ღრმაც წამდა, რომ მალე იგრძნობდა კანონის მცველის თითების საამურ შეხებას. ხოდა 7 ზამთარი უზრუნველყოფილი იქნებოდა ოდნავ მკაცრ და მაინც საამურ პატარა კუნძულს. ნახე როგორ აცივდა, თუ ვეღარც შემოსიყვარულო, რა აღარ გახსოვს. სოპიმ მისიონერი ქალის მიერ ნაჩქვარი ჰაფტი შეისო და
დაჭმუჭნილი მანჟატები გარეთ გამოიჩინა, შლაპა კეფაზე მოიგდო და გვერდულად გაემართა ახალგაზრდა ქალისაკენ. თვალი ჩაუკრა, ჩაახვევა, ბრიყულად გაუხიმა და ურცხვად შეუდგა ქუჩის არშიყის სამარცხვინო და საზისხარ ლიტანიას. თან ცალი თვალით პოლიციელს გახედავდა ხოლმე და დიდად კმაყოფილი იყო, რომ ეს უკანასკნელი დაჟინებით უთვალთვალებდა მას. ჩემო ბეთელია, ხომ არ წამოხვალთ ჩემთან ერთად გავისე? სიამოვნებით მაიკ, მხოლოდ თუ ლუდზე დამპატიჟებ. საკმარისი იყო ქალს თითი დაექნია და სოპის წკრიალა კუნძულის გზას გაუყენებდნენ. ოცნებით წარმოიდგინა, რა სიამოვნებას აგრძნობინებდა სანუკვარი სადგომის სიტყვა. ადრევე დაგელაპარაკებოდი, მაგრამ პოლიციელი გვითვალთვალებდა. საწყალი სოპი ალბათ თავისუფლების სამსხვერპლოდ იყო განწირული. პირველსავე შესახვევთან იგი ხელიდან დაუსხდა თავის თანამგზავრს და გაიქცა. ბოლოს იმ უბანში შეჩერდა, სადაც ყველაზე მეტად შეხვდები გაჩირახნებულ ქუჩებს, ცეცხლმოდებულ გულებს, მხურვალე აღქმებს და მიმზიდველ რეკლამებს. ბეჭის ქურხებში გახვეული ქალები და თბილ პალტოებში გამოწყობილი მამაკაცები ხალისიანად მიაბიჯებდნენ ზამთრის სუსხიან ქუჩებში. სოპი უესრად შიშმა მოიცვა. იქნებ რაიმე უცნაურმა ძალამ მომაჯადოა და ხელშეუხებელი გავხდი პოლიციელთათვის, ა? არა, კიდევ ერთხელ ვცდი. აი პოლიციელიც. დაგხოცავთ! რას დასეირნოთ? რა, კაია, ხო კაი ცხოვრება, მოდი შენი დედა კი ვარ, მოდი, რას მიყოთ? რა დაგიგდა? იელელი ყმაწვილი გახლავთ. საშიში არაფერია. ჰატბურგის კოლეჯის ფეხბურთელებს მშრალზე მოუგეს და მხიარობენ. ხედავთ ხო? მე ვარ პორტინარი ხალხია, მითითება მივიღეთ, ხელი არ ახლოთ რომ. ციუმმა ქარმა შეაწუხა სოპი. თხელი ბიჭები შეიკრა და გზას გაჰყვა. თამბაქოს მაღაზიაში კარგად ჩაცმულ მამაკაც მოკრა თვალი, იგი სიგარეს უკიდებდა. აბრეშუმის ქოლგა იქვე შესასვლელთან დაეტოვებინა. სოპი შევიდა, ქოლგას ხელი დაავლო და დინჯით ნაბიჯით გამობრუნდა უკან. ეს ჩემი ქოლგა. ნუ თუ მერე და რატო პოლიციელს არ დაუძახებთ? მე ავიღე თქვენი ქოლგა. დიახ? მიდი, დაუძახეთ ფარამოს. აგერ აქვე კუთხეში დგას. მიდი. რა თქმა უნდა, ეს იგი დიახ. მოგეხსენებათ, როგორ ხდება ასეთი შეცდომები? მე თუ ეს თქვენი ქოლგა, რა თქმა უნდა, ჩემია. იმედი მაქვს მაპატიებთ. ნესტორნიდან გამომყვა ამ დილით. თუ კი იცანით და ნამდვილად თქვენია, რას იზამთ? იმედი მაქვს, რომ ქოლგის ყოფილი პატრონი თაურობას გაშორდა. პოლიციელმა კარგად გამოწყობილ ქერა ქალბატონს მიაშურა, რომელსაც ქუჩის იქიდან მხარეს სურდა გადასვლა. მაგრამ შორი ახლო მიმავალი ტრამვაის ეშინოდა და გადასვლას ვერ ბედავდა. ამათი დედავატირე ისე იქცევიან, თითქოს უცოდველი კრავი ვიყო. წესრიგის დამცველები კი არა, დეგენერატები. ეს სახელიც ნამდვილად არ შეეფერებათ. ბოლოს სოპიმ როგორც იქნა მიაღწია აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ ავენიუს, სადაც ქალაქის ცენტრალური ნაწილის შფოთი ვერს კი აღწევდა. აქედან მედისონისაკენ აიღო გეზი. ქუჩის ერთ-ერთ უჩვეულო მყუდრო კუთხეში სოპი შეჩერდა და გაინაბა. იქ იდგა ძველი, უწესრიგოდ ნაგები მახვილგუმბათიანი ეკლესია. იისფერშუშიანი სარკმელიდან მკრთალი შუქი მოჩანდა. ეტყობოდა ორღანზე დამკვრელი ჯერ არ წასულიყო და გულდასმით იმეორებდა საგალობელს, რომელიც კვირის წირვაზე უნდა შეესრულებინა. მუსიკის საამოხმებმა მონუსხულივით გააშეშა სოპი პატარა ეკლესიის რკინის მესერის წინ. ცაზე ნათელი უშფოთელი მთვარე კიებობდა. იშვიათად თუ გაიხმაურებდა ეტლი ან მიმავალი მგზავრის ფეხის ხმა. ფანჯრის რაფაზე ჩამომსხდარი ბეღურები ძილის მომქრელად შხურტულებდნენ.
ბავშვობისას მრავალგზის მოსმენილმა ამ ჰანგმა მოაგონა წარსულის ბედნიერი დღეები, როდესაც მასთან ერთად იყვნენ დედა და მეგობრები, კეთილი მისწრაფებანი და უბიწო ფიქრები, ვარდები და სუფთა ტანსაცმელი. დამამცირებელი დღეები, უღირსი ზრახვები, ფუჭი იმედები, დაღუპული ნიჭი, დაბალი მისწრაფებანი, ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებას შეადგენს. არა, კმარა, თავს დავაღწევ ამ ჭაობს, კაცად ვიქცევი, კვლავ დავამარცხებ და გამდევნი ეშმაკს, რომელმაც დამიმონა. ჯერ კიდევ არის დრო, მე ხომ შედარებით ახალგაზრდა ვარ, გავიხსენებ ბავშვურ ოცნებებს, მისწრაფებებს და უყოყმანოდ განვახორციელებ კიდეც. ხვალვე წავალ ქალაქის ბირჟაზე და ვიშოვი სამუშაოს. ბეწვეულით მოვაჭრე ერთხელ მეტლის ადგილს დამპირდა. ხვალვე მოუნახავ მას და ვთხოვ დაპირებულ სამუშაოს. მეც კაცი ვიქნები ამ ქვეყნად. მეც აქ რას აკეთებ? არაფერს. აბა, წამობზანდი. 3 თვე კუნძული? არა. დასასრული. ო ჰენრი, სანამ ავტო გელოდება. მოქმედი პირნი, ბატონი პანკენსტაგერი, ზურაბ ცინცკილაძე, უცნობი ქალბატონი, მარიამ ჯოლოგუა, რადიოვერსიის ავტორი და რეჟისორი ნათია ხოშტარია, ხმის რეჟისორი ბაკო ხვიჩია და მე თხრობელი გივი ჩუგუაშვილი. ზუსტად მწუხრის პირას, წყნარი პარკის ჩუმკუთხეში გამოჩნდა. ძელსკამზე ჩამოჩნდა და წიგნის კითხვას შეუდგა. დრო ცოტა ჰქონდა, მალე ისევ სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო. კაბა ნაცრისფერი ეცვა და თან საკმაოდ უბრალო, თუმცა სამოსი ვერ ნიღბავდა მის უზადო სტილს და ფორმებს. პირბადე ფართე ნახრეტებით ჰქონდა და ჩალმისებურ ქუთქვეში იყო დატანებული. უალის მიღმა კი მშვიდად და შეუცნობელი სილამაზით ანათებდნენ თვალები. გოგონა წინა დღესაც სამადგილას იჯდა, ზუსტად ამ დროს, იმის წინაც, და იყო ვიღაც, ვინც ეს კარგად იცოდა. ახალგაზრდა კაცი ქალიშვილის მახლობლად ტრიალებდა. საფარად კი დიდ ჩინურ კერპს იხენებდა, რომლის წინაც მსხვერპლშეწირვის შემდეგ დარჩენილი ფერფლი ეღარა. მალე მისი მონდომება ჯეროვნად დაბასდა. გოგონას გადაშლისას წიგნი თითებიდან დაუსხდა და ძელსკამიდან მთელი იარდის მოშორებით დავარდა. ახალგაზრდა უეცრად დააცხრა ნივთს და ისეთი მზერით დაუბრუნა პატრონს, რომელშიც იგრძნობოდა პარკებისა და საზოგადოებრივ ადგილებში დაბადებული გრძნობის სურნელი, ნარევი გალანტურობისა და იმედისა, შერბილებული პოლიციისადმი პატივისცემით. შესანიშნავია მინდია დღეს, თქვენ რა სიტყვით? წინააღმდეგი ხომ არ ხართ, რომ მაგ ჩამოვჭდე? შეგიძლიათ ჩამოჯდეთ, თუ სურვილი გაქვთ. წინააღმდეგი არ ვარ, ცუდი განათებაა და კითხვა საუბარი მირჩევნია. თქვენ ყველაზე განსაცვიფრებელი გოგონა ხართ მათ შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია ცხოვრებაში. გუშინ დაგინახეთ, თქვენ კი ვერ შემნიშნეთ ჩემო ყვავილო. ვინც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, მე ლედი ვარ და თქვენს ნათქვამზე პასუხს არ გაგცემთ.
მე მგონი მხოლოდ იმის ნება მოგეცით, ჩემს გვერდით ჩამომჯდარიყავით. ეს კი უფლებას არ გაძლევთ თქვენი ყვავილი მიწოდოთ. მაპატიეთ. ჩემი ბრალია, სწორად ვერ შევარჩიე სათქმენი. იცით, ბევრი გოგონა პარკში გარკვეული მიზნით დადის, მაგრამ მესმის თქვენი თემა შევცვალოთ. მოდი ამ ხალხზე მომიყევით რამე, აქ რომ დადიან, რატომ ეჩქარებათ მუდმივად სადღაც? ბედნიერები არიან. საინტერესოა მათი ცქერა. ბევრი იწვის სურვილით იცოდეს მათი ისტორიები. მე კი ეგ სურვილი არც გამჩენია. იცით, აქ მხოლოდ იმიტომ მოვდივარ, რომ ხალხში მსურს ტრიალი. იცით, ისეთ საზოგადოებას ვეკუთვნი, სადაც არ იგრძნობა მასის მაჯისცემა. მიმიხდით, ბატონო. ჩემი გვარია პარკენსტაკერი. არა, თქვენ ალბათ მაინც მიცანით. თქვენ მეუცებ მიცანით. ძნელია დაფარო საკუთარი ვინაობა, ან საკუთარი სახე. ეს პირბადე და ეს ჩემი მოახლის ქუდი, მეგონა ინკოგნიტოდ მაგცევდა, მაგრამ თქვენ როგორც ჩანს, ჩემი მძღოლიც შეამჩნიეთ. მართალი გითხრათ, სულ 5-6 გვარია არისტოკრატიის სათავეში და დაბადებიდან მეც მათგან ერთ-ერთი მერგო. გესმით, ბატონო, სტაკენტოპ. პარკენსტაკერ. ბატონო პარკენსტაკერ. მე უბრალოდ მსურდა ერთ უბრალო მამაკაცთან მესაუბრა, ბუნებრივ ადამიანთან, რომელიც ჯერ არ შეურყვნია დიდებულებას, სიმდიდრეს, სოციალურ უპირატესობას. იცით როგორ მომბეზდა ეს ყველაფერი, სულ ფული და ეს მამაკაცები ჩემს ირგვლივ. ისინი მარიონეტებივით ცეკვავენ, ყველა რაღაც ერთ თარგზეა გამოჭრილი. ყელში მომივიდა, მთელი ეს ფუფუნება, ძვირფასეულობას, მოგზაურობა, ის მე კი პირიქით ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ფული კარგი რამაა. სასურველია ადამიანი შეძლებული იყოს, მაგრამ როცა მილიონების მფლობელი ხარ, ძალიან მოსაბეზრებელია ეს მძღოლები, სადილები, სპექტაკლები, მეჯლისები, ვახშმები, მდიდრების ძალიან მოსაწყენგარე მოცვაში. ეს ზოგჯერ ეს შამპანიურის ბოკალში ჩაგდებული ყინულის ნატეხსაც კი სიგიჟემდე მივყავარ ხოლმე. მე კი ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა ელიტა. ფიქრობ, ცოტა არ იყოს სნობი ვარ, მაგრამ თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე ალბათ ჯობს შამპანურის ბოთლი იყოს ცივი, ვიდრე ყინულის ნატეხით გააციო. იცით, ჩვენი კლასი ერთობა ამ სულელური სიახლეებით. ყინულის შამპანიური ანჭიქაში ჩაყრა, ეს ახალი ახირებაა. იდეა კი უოლდფორდებთან სადილზე მობრძანებულ თათრების პრინცს ეკუთვნის. მეორე ახირება მედისონ ავენიუზე მორიგ სადილზე იშვა. ესე იგი, ამჯერად თვითოულ სტუმარს თეფშის გვერდით მწვანე ფერის ბავშვის ხელთათმანი დაურიგეს, რათა ჩაეცვათ და მისი მეშვეობით მიერთვათ ზეთისხილი. იცით, ეს განსაკუთრებული ახირებები უბრალო ხალხამდე არც კი აღწევს და მხოლოდ თქვენს მაღალ საზოგადოებაში რჩება. იცით, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ალბათ თუ ვინმეს შევიყვარებ, ის აუცილებლად დაბალ სოციალურ ფენას უნდა ეკუთვნოდეს. ამჟამად კი ორი თაყვანისმცემელი მყავს. დიახ, პირველი გერმანიის გრანდჰერცოგია, მაგრამ თუ არ ვცდები, ცოლი ყავს ან ყავდა, რომელიც სიგიჟემდე მიიყვანა თავისი ბოროტებითა და დავაშვებულობით. მეორე ინგლისელი მარკიზია, მაგრამ ისეთი ცივი და ხარბი, რომ მაგას ისევ ის ულმობელი და სასტიკი ჰერცოგი მირჩევნია. ღმერთო ჩემო, ნეტავ თქვენ ამას რატომ გიყვებით, ბატონო პარკენსტაკერ? პარკენსტაკერ. თქვენ ალბათ მიხვდით, როგორ ვაფასებ თქვენს მიერ გამოცხადებულ ნდობას. და თქვენ რა საქმიანობთ, ბატონო პარკენსტაკერ? დიახ, ისეც არაფერს, მაგრამ მინდა ნელ-ნელა წინ წავიძიო. ნამდვილად შეძლებდი თქვენ უბრალო მამაკაცის შეყვარებას? აბა რა, მაგრამ მე ვთქვი,
ალბათ მეთქი. ხომ გითხარით, უკვე მყავს ორი თაყვანის მცემელი, თანაც სულ უსაქმურთანაც არ მსურს ურთიერთობა. მაგრამ მე ხომ მუშაობ რესტორანში. ოფიციანტი ხართ? ოღონდ არა. შრომა დასაფასებელია, მაგრამ როცა სხვას ემსახურებ. არა, მოლარე ვარ. სწორედ იმ რესტორანში, რომლის განათებული აბრაც, აქედან კარგად მოჩანს. და სამსახურში რატომ არ ხართ? ღამის ცვლაში ვარ და მუშაობა 1 საათში უნდა დავიწყო. იმედი ერთმანეთს ისე ვნახავთ, არა? არ ვიცი, ალბათ. ისე შეიძლება აღარც კი გამომიწიოს გულმა ამ მხარეს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ახლა კი უნდა გავიქცე, სადილზე ვარ მიწვეული და მეჩქარება. ალბათ შენიშნეთ, შემოსასვლელში ავტომობილი მელოდება თეთრი ფერის. და წითელი საჭით. დიახ, მე ყოველთვის ამ მანქანით დავდივარ. პიერი, ჩემი მძღოლი კი აქ მელოდება ხოლმე. დიახ. ახლაც მას უნივერმაღში ვგონი ვარ პარკის გადაღმა. დიახ, პიერს. წარმოგიდგენიათ, ჩვენს მძღოლებსაც კი უნდა გავუწიოთ ანგარიში. პიერს. ღამე მშვიდობისა. ახლა ხომ ბნელა პარკი კი ბოროტი ხალხით ასავს. შეიძლება გაგაცილოთ. თუ ოდნავ მაინც მცემთ პატივს, 10 წუთი მაინც დარჩით პარკში ამ ძელსგამთან. მანქანა ხშირად მისი მეპატრონის ავტოგრაფია. უნდობლობაში ჩამომართმევთ, მაგრამ არ მინდა რომ გაგიშინაურდეთ. აბა ნახვამდის. ნახვამდის. გოგონა სწრაფად და მოხდენილად მიიმალა სიბნელეში. ახალგაზრდა უცქერდა, სანამ პარკის კიდემდე ქვაფენილამდე არ მიაღწია და იმ კუთხეში არ მიიმალა, სადაც სავარაუდოდ ავტო ელოდა. გაბრაზებული პარკენსტაგერი აჩქარებით მოხვა პარკის ხეებს შორის სიარულს. თან მხედველობის არედან არ უშვებდა იდუმალ ქალბატონს. მოხდენილმა ლედიმ ქუჩის კუთხეს მიაღწია და ისე შებრუნდა, რომ ჩანდა ავტომობილისკენ გაიხედა. შემდეგ კი გვერდით ჩაუარა და ისევ გაუღვა ქუჩას. ჭაბუკი იქვე მდგარ შავ ტაქსის მიეფარა და თვალთვალი განაგრძო. გოგონა ტროტუარზე მიაბიჯებდა ქუჩის მეორე მხარეს. შემდეგ დამფრთხალი მზერით მიმოიხედა ირგვლივ და რესტორანში შეირბინა. გავიდა რამდენიმე წუთი და ნაცნობის სახე ისევ შენიშნა ახალგაზრდამ. მხოლოდ ამჯერად შლაპისა და ვუალის გარეშე. მოლარის მაგიდა რესტორანის წინა მხარეს იდგა. წითურთმიანი მოლარე ნელა წამოდგა ადგილიდან. საათს შეხედა და ადგილი ნაცრისფერ კაბაში გამოწყობილ შემცვლელს დაუთმო. პარკენსტაგერმა ხელები ჯივეში ჩაიწყო და ნელა ფეხით გაუღო ტროტუარს. უეცრად ფეხი პატარა ქაღალდ შემოკრულ წიგს წამოკრა, რომელიც ტროტუარის კიდეზე ამოზრდილ ბალახში ეკდო. ფერადი ყდით სწორედ ის წიგნი ამოიცნო, რომელსაც მისი იდუმალი ნაცნობი კითხულობდა პარკში. ფრთხილად აიღო. ყდაზე დახედა და ამოიკითხა. სტივენსონი, ახალი არაბული ზღაპრები. წიგნი ისევ იქვე დააგდო, ბალახებში. ერთი წამით შეყოყმანდა. მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. იქვე მდგარ, თეთრ, წითელ საჭიან ავტომობილს მიუახლოვდა, ჩაჯდა და თავის მძღოლს ორად ორი სიტყვა უთხრა. კლუბისაკენ, ჰენრი. დასასრული. ო ჰენრი, ცხოვრების სორომტრიანი. მოქმედი პირნი. მოსამართლე ბენაჯა უიდაპი, მერაბ ბრეკაშვილი, რენსი ბილბრო, გივი ჩუგუაშვილი,
ერიელა ბილბრო, ლილი ხურითი და მე, თხრობელი ზურაბ ციცქილაძე. რადიო ვერსიის ავტორი და რეჟისორი ნადია ხოშტაია. ხმის რეჟისორი ბაკო ხვიჩია. მომრიგებელი მოსამართლე ბენაჯა უიდაბი თავისი კანტორის კარებში იჯდა და ანწლის ღეროსგან გამოთლილ ჩიბუხს აბოლებდა. კამბერლენდის მთების ცას მიბჯენილი, რუხი მოლურჯო ქედი ბუნდოვნად იხატებოდა საღამოს ბორუსში. გაბღენძილი ჭრელი კრუხი თამომწონეთ მიაბიჯებდა დაბის თავარი ქუჩის გაყოლებით და სულელურად კაკალებდა. მაღალი გზიდან ბორბლების ჭრიალი მოისმა. მერე ტვერის ღრუბელი დადგა. ბოლოს პატარა ურემი გამოჩნდა, რომელსაც რენსი ბილბრო და მისი ცოლი მოჰყავდა. ურემი დადგა სასამართლოს კარებთან და მგზავრები გადმოვიდნენ. რენსი ყავისფერი კანის და ყვითელი თმის ვიწრო 6 ფუტიან კომბინაციას წარმოადგენდა. თიელის დინჯი უშფოთველობა იცავდა მას, როგორც კარგი აბჯარი. ქალი იყო კუთხოვანი, გაცრეცილი, რაღაც გაუგებარი სურვილებით დატანჯული. თელს მის გარეგნობაში გამოსჭიოდა გაცრუებული ახალგაზრდობის უღონო პროტესტი. მომრიგებელმა მოსამართლემ თავის თანამდებობას პატივისცა. ფეხები ფეხსაცმელში ჩაყო და ოდნავ გაიწია, რომ მნახველები კანტორაში შეეშვა. ჩვენ გაყრა გვინდა. გაყრა. ჩვენ მერაზნით ვეღარ გავძლებთ ერთად. დაში ცხოვრება მაშინაც მოსაწყენია, როცა ცოლ ქმარს ერთმანეთი უყვარს, მაგრამ როცა ცოლი ფრუტყნებს, გარეულ კატასავი და კივის როგორც ჭოტი უღუროში, კაც მასთან რაღა გააძლებინებ. და როცა ქმარი მუქთახორა, დაწანწალებს ლოთებთან და არამზადებთან, წევს გულაღმა პურის ვისკით გაჟღენთილი და თავისი მშიერი ძაღლების ხროვით აწუხებს ადამიანს. როცა ცოლი ქვაბების ხუბებს ისურის, დუღარე წყალს ასხამს შესანიშნავ ძაღლს, რომლის ბადალიც არ მოიძებნება თელს კამბერლენდში და ღამითაც არ გასვენებს ბუზღულით და 1000-ნაირი ბღავილით. კარგად კი დაგეძინება, როცა თავის დღე და მოსწრება სულ ხარჯთან კრებს ეომება და მთაში ძუნწის სახელი აქვს გავარდნილი. კანონთა კოდექსი ზდომს განქორწინების შესახებ რამდენადაც ეს ჩვენი სასამართლოს იურისდიქციას შეეხება, მაგრამ სამართლიანობის, კონსტიტუციისა და ოქროს წესის თანახმად ვერცერთი კარგი გარიგება ცალმხრივი ვერ იქნება. თუ მომრიგებელ მოსამართლეს შეუძლია ჯვარი დასწეროს წყვილს, ცხადია, ის ვალდებულია განაქორწინოს კიდეც ისინი. ჩვენი სასამართლო გამოიტანს განქორწინების დადგენილებას და იმედია, უზენაესი სასამართლო არ დაარღვევს მას. გაყრისათვის ამ სასამართლოში კანონით დაწესებულია $5. და დათვის ტყავი და 2 მელა გავყიდე. ეს არის მთელი ჩვენი ავლადიდება. თქვენ $5 გადაიხდით. მე კი განაჩენს დაგიწერთ. იცოდეს ყველამ ამ დოკუმენტის წამკითხავმა, რომ რენსი ბილბრო და მისი ცოლი ერიელა ბილბრო პირადად წარძღნენ ჩემს წინაშე. ჯამრთელნი სულითა და ხორცითა და პირობა დასდეს, რომ ამიერიდან არც ეყვარებათ, არც პატივს სცემენ, არც დაუჯერებენ ერთმანეთს. ღმერთმა უშველოთ. ბენაჯა უიდაპი, პიემონტის მომრიგებელი მოსამართლე, ტენესის შტატი. დაიცა. ეს არ კმარა, მოსამართლე, ნუ აძლევთ ქაღალდს. ჯერ ჩემი კუთვნილი უნდა მივიღო. სარჩო უნდა მომცეს. რა სამართალია, გაყრის უბლება მიიღოს და ისე წავიდეს, რომ ცოლს 1 ცენტიც არ დაუტოვოს. მე ჩემს ძმასთან ვაპირებ წასვლას. ჰოტბეკის მთაზე, ეს წვილი, ფეხსაცმელი მაინც ხომ მჭირდება? ნუ კიდევ რაღაც წვრილმანები. თუ კი გაყრის ფულის გადახდა შეიძლო. ახლა კეთილი ინებოს და მეც მომცეს რამე. მართალია. ამ გაუთვალისწინებელი ფულის შესახებ კანონში არაფერი წერია, მაგრამ ქალი ფეხში შველი. ჰოტბეკის მთისკენ მიმავალი ბილიკი კი ციცაბო და ღორღიანი.
ამიტომ ეს საკითხი კანონიერ გადაწყვეტას მოითხოვს. არიელა ბილბრო, რა თანხა იკმარებდა თქვენი აზრით სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ შემთხვევაში? ფეხსაცმელების და სხვა ხარჯებისთვის ასე $5,000 დამჭირდება. რაო? ბევრი არ არის, მაგრამ მე მგონი ჩემ ძმა ედამდე მაინც მიმიყვანს. დასახელებული თანხა სასამართლოს გადაჭარბებულად არ მიეჩნია. ბატონო, რენსი ბილბრო! სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ვალდებული ხართ გადაუხარდოთ მოსარჩელეს $5 სანამ განქორწინების შესახებ დადგენილებას გამოვიტანდეთ. მე საიდან მოვიტანო ეგ ფული? ესე იგი თქვენ არ ემორჩილებით სასამართლოს დადგენილებას. იცით, ხვალამდე მაინც დამაცადეთ ეგებ სადმე არ ვიცი, სად ვიშოვე, მაგრამ ეგებ სადმე ვიშოვო, აქამდე აზრადაც არ მომწვია ამაზე ფიქრი. საქმე გადადებულია სახვალიოდ. ხვალ ორივენი წარს დგებით სასამართლოს წინაშე და შეასრულებთ მის განკარგულებას. შემდეგ კი განქორწინების ქაღალდებს გავცემთ. რა გაიწყობა? რა ვქნა? ღამის გასათევად ძია ზაიესთან წავიდეთ. მომრიგებელმა მოსამართლემ ბენაჯაუიდაპმა ჩიბუხი გააჩაღა. გვიან საღამოს მიიღო ყოველკვირეული გაზეთი და მანამდე იკითხა, სანამ ბინდმა ასოები არ გაამკრთალა. მაშინ ქონის სანთელი აანთო და კითხულობდა, სანამ თვარი არ ამოვიდა და არ ანიშნა, რომ ვახშმის დრო იყო მოსული. მოსამართლე იქვე მახლობლად ფერდობზე ცხოვრობდა. სავახშმოდ სახლში რომ მიდიოდა, დაფნის ტოტებით დაჩრდილულ ვიწრო ორღობეში შეუხვია. კაცის ბნელი ლანდი მოშორდა დაფნას და გულზე შაშხანა მიაბჯინა. ქუდი დაბლა ჩამოეფხატა და სახეს უფარავდა. ფული ჩამოდი. ფული კლინტი არ დაჭალა. თორემ უკვე ნერვიულობას ვიწყებ და ჩიტების სასახლეზე გამიდამატდა. მე მხოლოდ $5 მაქვს. დაახვიე და ულაში ჩადე. ახლა შეგვიძლია წავიდე. მეორე დღეს პატარა წითელმა ხარმა ისევ მიაყენა ურემის სასამართლო კანტორის კარს. მოსამართლე ბენაჯაუიდაპს ამჯერად უკვე ეცვა ფეხსაცმელი, რადგან სტუმრებს მოელოდა. რენსი ბილბრომ მისი დასწრებით გადასცა ცოლს $5 ასიგნაცია. მოსამართლემ ყურადღებით გააყოლა თვალი ფულს. ქაღალდი ისე იხვეოდა, თითქოს მანამდე ვიღაცას დაეხვიოს და ლულაში ჩაეროს. მაგრამ მოსამართლემ თავი შეიკავა შენიშვნისაგან. სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა ასიგნაციებსაც ჰქონდეთ ასეთივე მიდრეკილება დახვევისაკენ. მოსამართლემ ცოლ-ქმარს განქორწინების დადგენილება ჩააბარა. ორივენი უხერხულად გაჩუმებულნი იდგნენ და ნელა კეცავდნენ თავისუფლების გარანტიას. ქალმა მორიდებულად ახედა რენსის. ალბათ ისევე ქოხში დაბრუნდები. თაროზე თუნუქის ყუთში ცოტა პურია. შაშხი ქვაფში ჩავდე, რომ ძაღლები ვერ მიცვდნენ. ამაღამ საათის მომართვა არ დაგავიწყდეს. შენს ძმა ედისთან მიდიხარ რა? მინდო და ღამემდე ჩამეღწია, მაგრამ არა მგონია მაინც და მაინც შეიწუხონ თავი ჩემი გულისთვის. რა ვქნა? სხვაგან საწავალ. კარგად დიდი გზა მაქვს გასავლელი. მე მგონი უკვე წასვლის დრო. შვიდობით, რენს. თუ გინდა დამშვიდობება. არ ვიცი, ვინ იქნება ისეთი მხეცი, რომ დამშვიდობება არ უნდოდეს, რა ვიცი. ალბათ შენ თვითონ ისე გეჩქარება წასვლა, რომ არც კი გინდა მშვიდობით გითხრა. ამ საღამოს მოწყენილად იქნები ქოხში, რენს.
აბა რა მომივა. მაგრამ როცა ადამიანი გაკაპასდება და გაყრას მოითხოვს, რას გახდებია? სხვას უნდა და გაყრა და არც არავის არ უთქვამს დარჩიო. არც არავის არ უთქვამს არ დარჩეო. არავის არასდროს უთქვამს დარჩიო. მე მგონი უკვე დროა გაუდგე გზას. მოიცა. იმ ძილსაც რომ ვერავინ მომართავს. გინდა ამავე ურმით დავბრუნდე შენთან ერთად და მოგიმართო რენს. ძაღლები აღარ შეგაწუხებენ. მართლაც რომ სულ დაბლურად და უგულოდ ვიქცეოდი. საათი შენ მომართე არიელა. გული იქ დამრჩა. ჩვენს კოხში. აღარ ვიკამასებ რენს. წავიდეთ, იქნებ მზის ჩასვლამდე ავაღწიოთ. ტენესის შტატის სახელით გიგრძალავთ მისი კანონებისა და წესებისათვის გვერდისავლას. სასამართლო არა მარტო თანახმაა, არამედ სიხარულით ივსება, როცა ხედავს, რომ უთანხმოების და ურთიერთგაუგებრობის შავი ღრუბლების შორდება მოსიყვარულეთა გულებს. მაგრამ სასამართლოს მოვალეობა დაიცვას შტატის მორალი და პატიოსნება. სასამართლო მოგაგონებთ, რომ ცოლქმარი აღარ ხართ, არამედ გაყრილები ხართ და კანონიერი დადგენილების თანახმად და როგორც ასეთებს დაქორწინებულთა მდგომარეობის პრივილეგიები აღკვეთილი გაქვთ. მაგრამ სასამართლო მზად არის აღგადგინოთ უფლებებში, რომლებიც განქორწინების დადგენილებამ აკყარათ. სასამართლო მზად არის შეასრულოს ქორწინების საზეიმო ცერემონია. მოაგვაროს საქმე და მიანიჭოს მხარეებს უფლება დაუბრუნდნენ დაქორწინებულთა საპატიო და ამაღლებულ მდგომარეობას, რომელიც მათ ესოდენს წყურიათ. ქორწინების ფასი ამ შემთხვევაში $5. არიელას იმედის ნაპერწკალმა გაუელვა. მისი ხელი სწრაფად ჩაეშვა უბეში. აი, ინებეთ. ტრედივით მსუბუქად გაიფრთხიალა ასიგნაციამ და დაეშვა მოსამართლის მაგიდაზე. რენსი ბილბრო და ერიელა ბილბრო, პირობას დებთ, რომ ამიერიდან გეყვარებათ, პატივს სცემთ და არიელას ერთმანეთს. ფერმრთალი ლოყები წითლად შეიფერა. როცა რენსისთან ხელი-ხელთ შეკიდებული იდგა, ტენესის შტატის მიერ ჩემთვის მომიჭებული ხელახლად შემაერთებელ სიტყვებს ბენაჯავიდაპი პიემონტის მომრიგებელი მოსამართლე ცოლქმრად გაცხადებთ. რენსიმ ცოლს ურემზე ასვლა უშველა და მის გვერდით დაჭდა. პატარა წითელი ხარი ერთხელ კიდევ შემობრუნდა. ისინი მკლავ გადახრეულნი გაუდგნენ თებისკენ მიმავალ გზას. მომრიგებელი მოსამართლე ბენაჯავიდაპი კარებში დაჯდა და ფეხსაცმელი გაიხადა. ერთხელ კიდევ მოისინჯა ასიგნაცია ჟილეთის ჯიბეში. ერთხელ კიდევ შეუდგა ანწლის ღეროსგან გამოთლილი ჩიბუხის გაწყობას. ერთხელ კიდევ გაბაჯბაჯდა ჭრელი კრუხი დაბის მთავარი ქუჩის გაყოლებით და სულელურად აკაკარდა. დასასრული. ო ჰენრი, მოგთა საჩუქრები. მოქმედი პირნი. ჯეიმს დელინგენ იანგი, ნიკა წერედიანი, დელა დელინგენ იანგი, ნანა ხურითი, მადამ სოპი, ლილი ხურითი. რადიო ვერსიის ავტორი და რეჟისორი ნათია ხუშტარია. ხმის რეჟისორი ბაკო ხვიჩია და მე თხრობელი გივი ჩუგუაშვილი. $1
87 ცენტი. $1 და 87 ცენტი. ხვალშობა. ამ ფულით კი ვერაფერს ვიყიდი. $1 და 87 ცენტი. არა, ფულით ვერაფერს ვიყიდი. ვიდრე ჩვენი გმირი დამშვიდდებოდეს, თვალი შევავლოთ ოთახს, რომელშიც იგი ცხოვრობს. ოთახი ავეჯთან ერთად თვეში $8 ჰქონდა დაქირავებული. მათხოვრული არ იყო ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, მაგრამ დიდადაც არ განსხვავდებოდა. ქვემოთ, ვესტიბიულში, შემოსასვლელ კარზე დამაგრებული იყო საფოსტო ყუთი, რომელშიც დიდი ხანია აღარავინ აგდებდა წერილებს. კარის ზემო ნაწილში ელექტროზარის ღილაკი მიემაგრებინათ, რომლითაც ვერც ერთი მოკვდავი ზარს ვერ დარეკავდა. ღილაკსა და საფოსტო ყუთს შორის კი მიკრული იყო დაფა წარწერით. M.R. James Dellingen Young. სიტყვა დელინგენი ლამაზი ხელნაწერის სტილით იყო შესრულებული. დაფა კეთილდღეობის დროს იყო გაკეთებული, როდესაც ოჯახს კვირაში $30 შემოსავალი ჰქონდა. ახლა კი როცა შემოსავალი კვირაში მხოლოდ $20 შეადგენდა, სიტყვა დელინგენის სასოებმა ბრწყინვალება დაკარგა. დელამ ტირილით გული იჭერა და ცრემლიანი ლოყები ჩვრით შეიმშრალა. იგი ფანჯარასთან იდგა და უაზროდ შეხურებდა ნაცრისფერ კატას. ეზოში ნაცრისფერ კედელთა რომ სეირნობდა. ხვალ ქრისტეშობა იყო. მას კი მხოლოდ $1 და 87 ცენტი ჰქონდა ჯიმისთვის საჩუქრის საყიდლად. ის ყოველთვიურად ზოგავდა ფულს და მხოლოდ ამ თანხის დაგროვება მოახერხა, რადგან რეალური ფასები ყოველთვის უფრო დიდი იყო, ვიდრე ის ანგარიშობდა. რამდენი სასიამოვნო წუთი გაუტარებია იმაზე ფიქრით, როგორი საჩუქარი ეყიდა ჯიმისთვის. საჩუქარი ლამაზი, გამორჩეული და მისის შესაფერისი უნდა ყოფილიყო. ფანჯრებს შორის კედელში სარკე იყო ჩამაგრებული. გინახავთ ოდესმე ფანჯრებს შორის სარკე $8 ოთახში. საკმაოდ გამხდარი და მოძრავი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ამ ვიწრო სარკეში მოეხერხებინა თავის გარეგნობის დათვალიერება. დელა გამხდარი იყო და ამას ახერხებდა. უცებ დელა მოსცილდა ფანჯარას და სარკის წინ გაჩერდა. ჯერ თვალები გაუბრწყინდა და შემდეგ გაფითრდა. ახლა დელა იმაზე ფიქრობდა, რომ მის ოჯახში ორი ძვირფასი ნივთი იყო. ერთი ჯიმის ოქროს საათი, რომელიც ადრე ჯიმის მამის უფრო ადრე კი პაპის საკუთრება იყო, მეორე კი მისი თმა. შემოშვებული, ტალღისებური თმა წაბლისფერ ჩანჩქერს მოგაგონებდათ. თმა მუხლებს ქვემოთ მთავრდებოდა და თითქმის მთლიანად ბარავდა მის სხეულს. დელამ სწრაფად აიგეცა თმა. იგი ერთხანს ხოღმანობდა და გაუნձრებლად იდგა. რამდენიმე კურცხალი მისი ცრემლისა გაცვეთილ წითელ ხალიჩას დაეცა. ბოლოს თავისი ძველი ყავისფერი ჟაკეტი ჩაიცვა. ასევე ძველი ყავისფერი ქუდი დაიხურა. ხელი სწრაფი მოძრაობით ქვედა ტანის მაქმანი გაისწორა, კარი გაიჯახუნა, კიბეები ჩაირბინა და ქუჩაში გავიდა. მადამ სოფრონი. მისგან დამზადებული ნაკეთობანი. გამარჯობა. მადამ სოფრონი ბრძანდებით? დიახ. რა გნებავთ? იცით, ჩემს თმას ხომ არ შეისყიდით. ვნახოთ. მოიხადეთ ხუდი? ახლავე. მაჩვენეთ? მაჩვენ? შესანიშნავია. რამ სიგრძეა. თანაც როგორი ბზინვარე.
შესანიშნავია. შესანიშნავია. $20 ვიყიდი. მომეცით ახლავე. ახლავე. ერთი წუთით დამელოდე. ერთი წუთით. ჯეინ. მაკრატელი მომიტანე. ჩქარა. თმებს მე თვითონ შევჭრი. ჩქარა. ასე. არ ძალიან გთხოვთ. აი ცოტა ხრებამდე. ასე? დიახ. აი, ასე? არა. ცოტა ქვემ. დიახ. ასე. ახლავე. ასე. ერთი წუთით? დიახ. აი. აკაც. აი, ასე. კარგია. დიდი მადლობა. ნუ ხელავთ ქალბატონო. ასეც გიხდებათ. მადლობთ. ძალიან გიხდებათ. მადლობთ. მომდევნო 2 საათმა ვარდისფერი ფრთები გაიფრინა. მაპატიეთ გადაჭარბებული მეტაფორისათვის. დელა მაღაზიებში დაეხედებოდა ჯიმისათვის საჩუქრის სახით. ბოლოს როგორც იქნა მიაგნო. საჩუქარი ზედგამოჭრილი იყო ჯიმისათვის. თითქოს სპეციალურად მისთვის დაემზადებინათ. ეს იყო პლატინისგან დამზადებული სადა და მკაცრი სტილით შესრულებული ჯიბის საათის ძეწყვი. მისი ღირსება ის იყო, რომ მასში ხაზგასმული იყო მხოლოდ შინაარსი და არ შეიცავდა ყალბ, ზიზილ პიპილო ორნამენტებს. ძეწყვი ისეთივე მაღალი ხარისხისა იყო, როგორც ჯიმის საათი. დელამ როგორც კი ეს ძეწყვი დაინახა, გაიფიქრა, ეს მხოლოდ ჯიმის უნდა ეკუთვნოდესო. ძეწყვი რაღაცნაირად ჯიმის გავდა, რადგან მასშიც, ისევე როგორც ჯიმიში, შერწყმული იყო ღირსება და ცისადავე. დელამ ამ ძეწქვში $21 გადაიხადა და სახლში მხოლოდ 87 ცენტით ბრუნდებოდა. მისი ქმარი ამ ძეწქვით ნებისმიერ საზოგადოებაში შესძლებდა ამაყად ამოეღო ჯიბიდან საათი და გაეკო დრო. ახლა კი ამ ჯიბის საათს, ნაცვლად ძეწქვისა, ძველი ტყავის ზონარი ჰქონდა გამოგმული. ამიტომ, როცა დროის გაგება სურდა, ჯიმის სხვებისათვის შეუმჩნევლად ამოიღებდა ხოლმე საათს. დელა შინ დამშვიდებული დაბრუნდა და იმ ურთულესი ამოცანის გადაწყვეტაზე დაიწყო ფიქრი, როგორ აღედგინა ის სილამაზე კეთილშობილებისა და სიყვარულისათვის მსხვერპლად რომ გაიღო. თმების დასახუჭუჭებელი მაშა მოიმარჯვა და გასკურაზე დადო. 40 წუთის შემდეგ მისი თავი ხშირი კულულებით დაიფარა. როგორც კი შემომხედავს ჯიმი, ან მომკლავს, ან მეტყვის კონი აილენდის გუნდის მომღერალ გოგონას გავხარო. ახლა იგი გაკვეთილებიდან გაპარულ მოსწავლე ბიჭუნას გავდა. მაგრამ რა უნდა მექნა $1.87 რა? ღმერთო. 7 საათისთვის მას ყავა უკვე მოდუღებული ჰქონდა. გასკურაზე გახურებული ტაფაკი მზად იყო კატლეტების შესაწვავად. ჯიმი არასოდეს იგუიანებდა. დელამ ხელში დაიკავა ნაყიდი ძეწყვი და დაჯდა მაგიდის კუთხეში, შემოსასვლელ კართან ახლოს. ღმერთო, შთააგონე მას, რომ წინანდებურად ლამაზი ვარ. ჯიმ, ძვირფასო. შენი თმა? რა მოხდა, ასე ნუ მიყურებ. თმა შევიჭერი და გავყიდე, იმიტომ რომ არ შემეძლო შენთვის საშობაო საჩუქარი არ მომერთმია. თმა ისევ გამეზრდება. განა ასე არა? ვალდებული ვიყავი, ეს გამეკეთებინა. მომილოცე შობა, ჯიმ. მოდი ბედნიერად გავატაროთ ეს დღე. შენ არც კი იცი რა ლამაზი და დიდებული საჩუქარი მოგიმზადე. ჯიმ. ესე იგი თმა შეიჭერი რა? შევიჭერი და გავყიდე. გან აღარ მოგწონ ვარ ისე როგორც ყოველთვის მოგწონდი. მე ხომ ისევ დელა ვარ, ჯიმ, დელა. ესე იგი შენი თმა აღარ არსებობს? კარგი რა მოგივიდა. ნუ კითხულობთ მას, ხომ გითხარი შევიჭერი და გავყიდე მეთქი. დღე შობის წინა დღეა.
მომეალერსე. ეს ხომ შენი გულისთვის გავაკეთე. იქნებ თმის დათვლაც კი შეიძლებოდეს, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენს, როგორ მიყვარხარ. ეს სიყვარული უსაზღვროა, ჯიმ. ჯიმ, დავაწყო კატლეტები ტაფაზე? მოდი. მოდი ჩაგეხო. არა, სწორად გამიგე დელა. ვერც თმის შეჭრა და ვერც სხვა რამ ვერ შეასუსტებ შენ და მის სიყვარულს, მაგრამ გახსენი ერთი ჩემი საჩუქარი და რა? მიხვდები რატომ მოვიქეცი ასე უცებ. რა, ჯიმ? აბა მაჩვენე. ღმერთო ჩემო, რა მშვენიერია. როგორ მინდოდა ეს სავარცხლები. მაგიდა ზეითო. კუს ჯავშანი. ძვირფასის სავარცხლების კომპლექტი. სავარცხლები გვერდზე და უკან გადავარცხნილ თმაზე დასამაგრებლად. ეს სავარცხლები დელას ადრე ნანახი ჰქონდა ბროდვეის ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში და დიდხანს ტკბებოდა მათი ცქერით. სავარცხლები ლამაზი იყო. ნატურალურ კუს ჯავშნისაგან იყო დამზადებული და ძვირფასი თვლებით იყო შემკული. ისინი ძალიან მოუხდებოდა დელას ნაწნავებს. დელა მიცოდა, რომ სავარცხლები ძალიან ძვირი ღირდა. როგორ უნდა მისი ყოფილიყო და იტანჯებოდა, რომ ეს აუსრულებელი ოცნება იყო. და აი ახლა, როცა ეს სავარცხლები მისი იყო, აღარ არსებობდა ნაწნავები. სავარცხლებს ომუნდა დაემშვენებინა. მაგრამ მან მაინც გულში ჩაიკრა საჩუქარი. ბოლოს როგორც იყო, ცრემლიანი თვალებით ამოიხედა მაღლა და თქვა: თმა სწრაფად მეზრდება, ჯიმ. ღმერთო ჩემო, შენ ხომ ჯერ არ გინახავს ჩემი საჩუქარი? აი ნახე რა ვიყიდე. ხომ შესანიშნავია, ჯიმ. მთელი ქალაქი მოვიარე მისაპოვნელად. მომეცი შენი საათი? მომეცი. მინდა ვნახო როგორ მოუხდება. მომეცი, ძალიან გთხოვ, მომეცი. დელა. რა? მოდი შევინახოთ ჩვენი საშობაო საჩუქრები. ისინი მეტისმეტად ძვირფასია ჩვენთვის. მე საათი გავყიდე. ჯიმ. გავყიდე იმისათვის, რომ შენთვის ეს სავარცხლები მეყიდა. ახლა კი გააწყვი კატლეტების შესაწყვეტად. მოგვები, რომლებმაც ახლად შობილ ქრისტეს საჩუქრები უძღვნეს, ბრძენი ადამიანები იყვნენ. სწორედ მათ დაუდეს სათავე საჩუქრის მიზღნის ჩვეულებას ქრისტეშობის დღეს. და რადგან ისინი ბრძენი იყვნენ, მათ საჩუქრებსაც ბრძნული შინაარსი ჰქონდა. ადამიანმა თავის ახლობელს საჩუქარი უნდა უძღვნას არა იმ მიზნით, რომ იგი გაამდიდროს და თვითონაც მდიდარი დარჩეს. საჩუქრის არსი სულ სხვა. თუ როგორი უნდა იყოს საჩუქარი, მე თქვენ გიამბეთ. თავგადასავალი ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა, რომლებმაც მსხვერპლად გაიღეს ყველაზე საუკეთესო, რაც კი გააჩნდათ. ჭეშმარიტად ისინი მოგვები არიან. დასასრული. ო ჰენრი,
უკანასკნელი ფოთოლი. მოქმედი პირნი. ჯოანა, იგივე ჯონსი, მარიამ ჯოლოგუა, სიუ, იგივე სიუდი, ლილი ხურითი, ექიმი გივი ჩუგუაშვილი, მოხუცი ბერმანი მერაბ ბრეკაშვილი და მე, მთხრობელი ზურაბ ცინცკილაძე. რადიოვერსიის ავტორი და რეჟისორი ნათია ხოშტარია. ხმის რეჟისორი ბაკო ხვიჩია. ვაშინგტონ სკვერის დასავლეთით არის ერთმანეთით მრავალგზის გადაჭრილ გადაკვეთილ, მიღრეცილ მოღრეცილი, პატარ-პატარა ნაწილებად დაქუცმაცებული ქუჩები, რომლებსაც გასასვლელებს უწოდებენ. ეს გასასვლელები საოცარ კუთხეებსა და მრუდე ხაზებს ქმნიან. ზოგიერთი ქუჩა საკუთარ თავს ერთჯერ მაინც გადაკვეთს. ვიღაც მხატვარს ამ ქუჩის ფრიად მნიშვნელოვანი თვისება აღმოუჩენია. წარმოიდგინეთ მაღაზიის მოლარე, რომელიც ნისიად გაცემული საღებავების ქაღალდისა და ტილოს ანგარიშს ხელში აიღებს და გაემართება ფულის შესაკრებად, მაგრამ ვიდრე მევალეებამდე მიაღწევს და 1 ცენტს მაინც მიიღებდეს მათგან, გზაში საკუთარ თავს შეხვდება და აღმოაჩენს, რომ ხელცარიელი გამობრუნებულა უკან. ხოდა ამგვარად მიმზიდველი გრინვინჩ ვილიჯისაკენ დაიძრნენ ხელოვანი. ისინი დაეხეტებოდნენ მის ქუჩებში, ეძებდნენ იაფასიან ბინებს მე-18 საუკუნის ფრონტონებით, ჰოლანდიური სხვენებით და ჩრდილოეთისკენ გადამყურე ფანჯრებით. შემდეგ მე-6 ავენიუდან გადმოტვირთეს რამდენიმე სპილენძის ტოლჩა, ორიოდე დაფა და დაარსეს კოლონია. აგურის სამსართულიანი ბრტყელი სახლის თავზე სიუსა და ჯონსის სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი. ჯონსი ჯოანას შინაური სახელი იყო. ერთი კალიფორნიიდან გახლდათ, მეორე კი მეინიდან. ერთმანეთს მერვე ქუჩაზე შეხვდნენ დაპლტონში. აქ გამოირკვა, რომ ისინი სავსებით ეთანხმებოდნენ ერთმანეთს ხელოვნების საკითხებში. ორივეს მოსწონდა ვარდკაჭაჭის სალათი და ჩაცმულობის მხრივაც მათი გემოვნება ერთმანეთს ეხამებოდა, რის შედეგადაც გადაწყვიტეს მოეწყოთ ზიარის სახელოსნო. ეს იყო მაისში. ნოემბერში კოლონიას ცივი, უხილავი უცნობი ესტუმრა, რომელსაც ექიმები პნევმონიას ეძახდნენ. ეს ვაჟბატონი ხან ერთს, ხან მეორეს შეახებდა თავის ყინულის თითებს. აღმოსავლეთ უბანში იგი უშიშრად დააბიჯებდა და ათასობით მისი მსხვერპლი ემშვიდობებოდა სიცოცხლეს. მაგრამ როგორც კი ფეხი შეადგა ვიწრო და ხავსმოდებული გასასვლელების ლაბირინთში, ნაბიჯს მოუკლო. მისტერ პნევმონია დიდად ზრდილობიანი მოხუცი ჯენტლმენი არ გახლდათ. და ამიტომაც კალიფორნიის ქარებისაგან ისედაც სისხლნაკლული, პატარა სუსტი ქალი ამ წითელმუშტება ქოშინა ბებერს ძლიერ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. იგი მოერია ჯონსის და ახალგაზრდა ქალი თითქმის გაუნძრევლად იწვა შეღებილ რკინის საწოლზე. იწვა და ჰოლანდიურ პატარა სარკმლიდან გაჰყურებდა მეზობელის სახლის ყრუ კედელს. გადარჩენის ერთი შანსი აქვს ათის წინააღმდეგ. ეს არის სიცოცხლის სურვილი. ხალხი, რომელიც მეკუბოეთას სასარგებლოდ მოქმედებს, მთელ ფარმაკოპეიას უაზროს ხდის. თქვენმა პატარა ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ აღარ მორჩება. რას ნახულობს, ხომ არ იცით? მას ერთ დროს ნეაპოლის უბნის დახატვა სურდა. დახატვა? სისულელია. ისეთი ხომ არაფერი უზის ჭუაში, რაც სერიოზულად დაფიქრებად მაინც ღირდეს, მაგალითად
მაგალითად ვინმე მამაკაცი. მამაკაცი? დიახ. მამაკაცი განაღიერს იმად რომ არა ექიმ ამის მსგავსი არაფერი. მაშინ სისუსტის ბრალი ყოფილა. ყოველ ღონეს ვიხმრო გადავარჩინა. მაგრამ როდესაც პაციენტი თავისი სამგლოვიარო პროცესის ეტლების თვალს დაიწყებს, ყოველგვარი წამლის ძალა 50%-ით კლებულობს. თუ აიძულებთ მას ერთხელ მაინც იკითხოს, როგორ მოსასხამს ატარებენ ამ ზამთარში, მაშინ დაგკვირდებით, რომ გვექნება გადარჩენის ერთი შანსი 5-ის წინააღმდეგ, ნაცვლად 1 საათის მიმართ. ექიმის წასვლის შემდეგ სიუს სამუშაო ოთახში შებრუნდა. ტირილით გული მოიოხა, ისე რომ თლად დაასველა იაპონური ფარჩა. შემდეგ სახატავი დაფა აიღო და საცეკვაო მელოდიის ტვენით მხიარულად შევიდა ჯონსისთან. ჯონსი ძლივს მოჩანდა საბნის ქვეშ. თავი ფანჯრისკენ ჰქონდა მიბრუნებული. სიუ მიფიქრა, ზინავსო და სტვენა შესწყვიტა. დაფა დაამაგრა და ჟურნალისტვის პატარა მოთხრობის სურათის ხატვას შეუდგა. 12 11 შეშინებულმა სიუ ფანჯარაში გაიხედა. 10 რა იყო იქ დასათვლელი? 9 მოჩანდა მხოლოდ შიშველი. მოწყენილი ეზო და 20-ოდე ნაბიჯს იქით აგურის სახლის ბნელი კედელი. ძველი, ბებერი, დაგრეხილი და ძირმომპალი უსურვაზი ნახევარ კედელს მოსდებოდა. შემოდგომის ცივ სუნთქვას იგი თითქმის სულ გაეძარცვა და გაშიშვლებული ტოტებით დამტრეულ აგურებს ჩახვეული ულაზათოდ ამოჩონჩხლილიყო. რა მოხდა ძვირფასო? 6 ეხლა უფრო სწრაფად ცვივა. 3 დღის წინ თითქმის 100 იყო. თავი მატკინა დათვლა. ახლა ადვილი. აი, კიდე ჩამოვარდა 1. 5 გადარჩა. რა დარჩა 5 ძვირფასო? მითხარი შენ სიუდის. ფოთლები უსურვაზე. როდესაც უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდება, მეც წავალ. 3 დღის წინ ვიცოდი. განა ექიმმა არ გითხრა. ასეთი სისულელე ჯერ არ გამიგონია. რა კავშირი აქვს ამ ბებერი უსურვაზის ფოთლებს შენს ჯანმრთელობასთან? შენ კი გიყვარდა ეს უსურვაზი შესაძაგელო. სისულელეებს თავი დაანებე. იცი ექიმ მამდილით რა მითხრა? გამოჯანმრთელების 10 შანსი აქვს 1 წინააღმდეგ. მოდი ცოტა ბულიანი შეჭამე და ნება მომეცი ხატვა განვაგრძო. მალე დავამთავრებ. მივყიდი რედაქტორს და ჯემს პატარა ავადმყოფ სპორტვეინს უყიდი. თავად კი ლორის კატლეტებს დავჯერდები. ღვინოს ნუღარ იყიდი. აი, კიდე ჩამოვარდა. არც ბულიონი მინდა. 4 გადარჩა. სანამ დაბნელდება, უნდა დავინახო, როგორ ჩამოვარდება უკანასკნელი ფოთოლი. შემდეგ მეც წავალ. ჯონსი, ძვირფასო. მომეცი პირობა, რომ თვალს დახუჭავ და არ გაიხედავ ფანჯარაში, სანამ მუშაობას დავამთავრებდი. ხვალ უნდა ჩავაბარო ნახატი. სინათლე მჭირდება, თორემ ფარდას დაუშვებდი. მეორე ოთახში ვერ იმუშავებ. აქ მინდა ვიყო, შენს ახლოს. გარდა ამისა არ მინდა, რომ დაჟინებით უყურებდე უსურვაზის ამ სულელურ ფოთოლს. როცა დაამთავრებ მითხარი. აუცილებლად უნდა დავინახო, როგორ ჩამოვარდება უკანასკნელი ფოთოლი. დავიღალე ლოდინით ფიქრით. მინდა გამთავისუფლდე თავისვენ. და მეც იმ საბრალო დაქანცული ფოთლების მსგავსად დავეშვა დაბლ. იგნებ დაიძინა. მე ბერმას დაუძახებ. მადნის მაძიებელი განდეგილი უნდა დავხატო და მოდელად მჭირდება. მალე დავბრუნდები. ნუ გაინცრევი. ჩემს მოსვლამდე, კარგი? მოხუცი ბერმანი მათ ქვემოთ პირველ სართულზე ცხოვრობდა. იგი მხატვარი იყო. 60 წელს გადაცილებოდა.
მიქელანჯელოს მოსესავით ხუჭუჭა წვერი სატირის თავიდან პატარა ეშმაკის ტანამდე ქონდა ჩამოგრძელებული. ბერმანი ხელოვნებაში უიღბლო აღმოჩნდა. 40 წელი ხელთ ეპყრა ფუნჯი, მაგრამ ჯერ არც კი შეხებოდა თავისი ქაღალდის კაფის კალთას. ყოველთვის ოცნებობდა შედევრის შექმნაზე, მაგრამ ჯერ დაწყებულიც კი არ ჰქონდა. წლების მანძილზე არაფერი დაეხატა, გარდა უხეირო სურათებისა, რომლებსაც კომერციული მოსაზრებით ან რეკლამისთვის აკეთებდა ხოლმე დროდადრო. ახალგაზრდა მხატვრები ბერმანს ცოცხალ ნიმუშად იყენებდნენ. ამით იგი ცოტაოდენ ფულს შეულობდა, უზომოდ ბევრ ჯინს სვამდა და მუდამ თავის მომავალ შედევრზე ლაპარაკობდა. ამასთან იგი ბრაზიანიც იყო და დაუნდობლად დასცინოდა ყოველგვარი სინაზის გამომჟღავნებას. მაგრამ ზემო სართულზე მცხოვრებ ორ მხატვარ ქალს დიდად მფარველობდა და ძველი ნაგაზივით დარაჯობდა. მისტერ ბერმან, შეიძლება? შუ? თქვენი დახმარება მინდა როგორც ყოველთვის. მადნის მაძიებელი განდეგილი მინდა დავხატო. შემოდი. აი ესე ჩემს შედევრზე ვფიქრობ. ხო, ჯონსი როგორ არის? გამოკეთდა? ჯონსი? ოიცა, რაგატირებს? მეშინია არაფერი დაემართოს, მისტერ ბერმან. აი ჩემო უსურვასის უკანასკნელი ფოთული როგორც კი ჩამოვარდება, მეც გარდა ვიცვლებიო. ნუ თუ ამ ქვეყნად იმდენად ბრიყვებიც არიან, რომლებსაც სიკვდილი გადაუწყვეტიათ იმის გამო, რომ წყეულ უსურვას ფოთლების ცვივა. გაუგონარი ამბავია. არა, არ დაგიდგებით გამოტვინებული განდეგილის მოდელად. რატომ მიეცით,ნება ასეთი სისულელე მოსმოდა თავში საწყალი პატარა ჯონსი? იგი ძალიან ავადაა და დასუსტდა. სიცხე მგონება აურია და უცნაური აზრები მოსდის თავში. რა გაეწყობა? მისტერ ბერმან, რადგან არ გსურთ მოდელად დამიდგეთ, არც არის საჭირო. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თქვენ საშინელი და ყვეთი მოხუცი ბრძანდებით. ნამდვილი ქალი ხარ და სხვა არაფერი. ვინ გითხრა არ დაგიდგებიო? წავიდეთ. მეც თქვენთან ერთად მოვდივარ. ნახევარი საათია ვცდილობ დაგემტკიცოთ, რომ ზად ვარ წამოყვეთ ღმერთო. ასეთ საძაგელ ალაგს. განა შეიძლება ავადმყოფობდეს მის ჯონსის მსგავსი მშვენიერი არსება. როცა იქნება დავხატავ შედევრს და ყველა წავალთ აქედან. დიახ, წავალთ. ჯონსის ეძინა, როცა ისინი ზევით ავიდნენ. სიუმ ფარდა ჩამოუშვა და ბერმანს ანიშნა მეორე ოთახში გასულიყო. პანჯარას მივახლოვდნენ. ორივემ შიშით შეავლო თვალი უსურვას. შემდეგ დადუმებულები წუთით ერთმანეთს შესცქეროდნენ. თოვლნარევი ცივი წვიმა არ წყდებოდა. ძველ ლურს ხალათში გამოწყობილი ბერმანი განდეგილივით ჩამოჯდა გადმობრუნებულ ჩაიდანზე, რომელიც კლდის მაგივრობას ასრულებდა. სიუდი, თუ დაამთავრე, წავალ. ჩემი შედევრისთვის რაღაც მომივიდა თავში და იქნებ რამდენიმე ჩანახატი გავაკეთო. შენ კი დაიცინე. უკვე გვიან არის. დაამიჯერეთო, რომ შემდეგში მოდელის ძიება სხვაგან მოგიწევს. აბა, კარგად. ხო, პატარა ჯონსის მოკითხვა გადაეცი ჩემგან, რომ გაიღვიძებს. კარგი. სიუს მხოლოდ გათენებისას ჩაეძინა 1 საათით. როდესაც გაიღვიძა, დაინახა, რომ ჯონსის ფართოდ გაეღო თვალები და მოწყენილი მიშტერებოდა წვანე ფარდას. აწია უნდა გავიხედო. სიუ უხალისოდ დაემორჩილა.
მიუხედავად კოკისპირული წვიმისა და მკაცრი ქარისა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა, აგურის კეტელზე ახველულ უსურვას ერთი ფოთოლი მაინც შერჩენოდა. ეს იყო უკანასკნელი ფოთოლი. ყუნწთან ჯერ ისევ მწვანე, ნაპირებთან კი ოდნავ დამჭკნარი, ყობა შეპარული, დაკბილული და გაყვითლებული, მაინც ეკიდა მიწიდან 20-ოდე ფუტის სიმაღლეზე. უკანასკნელია. მეგონა ღამით უსათუოდ ჩამოვარდებოდა. ქარის ქროლა მესმოდა. დღეს ჩამოვარდება. და მეც მოვკვდები. ძვირფასო, თუ საკუთარ თავს არ დაეძებ, ჩემზე მაინც იფიქრე. მე რა უნდა ვქნა? დღე მიიწურა. დაისის ბინდში კედელთან მაინც ჩანდა ტოტზე უსურვაზის ერთადერთი მწვანე ფოთოლი. დაღამდა და ჩრდილოეთის ქარმა კვლავ დაუბერა. წვიმა მთელი ღამე შხაპუნებდა ფანჯრებზე და წვეთ-წვეთად ჩამოდიოდა ჰოლანდიური ლავგარდანიდან. როგორც კი ინათა, გაჯიუტებულმა ჯონსიმ კვლავ ბრძანა ფარდა აეხსნათ. უსურვაზის ფოთოლი ისევ იქ იყო. ჯონსი დიდხანს შეჰყურებდა მას. რა ცუდი გოგო ვიყავი, სიუდი. რაღაც ძალამ შეაჩერა ფოთოლი, რომ ეჩვენებინა ჩემთვის რა უგნური ვარ. სიკვდილის ნატრა თურმე ცოდვა. ეხლა კი მომიტანა ცოტა ბულიონი და ცოტა ძეც სპორტოინი და მაგრამ არა, ჯერ სარკე მომეცი. ბალშები შემიმოწმე გარშემო. ცოტას წამოვჯდები და გიყურებ როგორ მზარეულობ. სიუდი. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ნეაპოლის უბეს დავხატავოდეს მე. დღეს როგორ გრძნობ თავს, ჯონსი? კარგად. ძალიან კარგი. აბა შენს ფილტვებს მოусმინოთ. შესანიშნავია. კარგია. აბა ერთხელ კიდევ ჩაის უთქვა? წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ყველაფერი კარგად იქნება, ჯონს. აბა კარგად? სიუდ, გამოცილებ? თქმა უნდა. სიუდ, საში აღარაფერია. თქვენ გაიმარჯვეთ. ახლა კარგი კვების და მოვლის მეტი აღარაფერი უნდა. დიახ. თქვენს მეზობელს კი რაღაც ხელოვანი უნდა იყოს მგონი, გვარად ბერმანი, არა? დიახ. ო, პნევმონია უფრო დაუნდობლად მოექცა. საწყალი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. დიახ. რაღაც უნდა გითხრა თეთრო თაგუნა. რა? მისტერ ბერმანი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა პნევმონიით. ხო, მხოლოდ 2 დღეია ავადმყოფა. წინა დღეს დარაჯმა იპოვა იქ. ოთახში ეგთო ძალხონე გამოცლილი. ტანსაცმელი თლაცველი და ყინულივი ცივი ჰქონდა. ვერაფრით მიმხვდარიყვნენ სად იყო მოხუცი იმ საშინელ ღამეს. ის შემდეგი ჯერ კიდევ ანთებული სანათი ადგილიდან გადადგმული კიბე, აქეთ-იქით გაფანტული რამოდენიმე ფუნჯი და პალიტრა უყურიათ. ერთმანეთში შერეული მწვანე და ყვითელი საღებავები. აბა გაიხედე სარკმლიდან საყვარელო. გაიხედე. შეხედე უსურვაზის უკანასკნელ ფოთოლს ხედავ? ხო? არ გიგვირს რა დარშრიელებს. არ ირხევა, როდესაც ქარი უბერავს. არ გიგვირს. უკანასკნელი ფოთოლი. ხო, ძვირფასო. ეს ბერმანის შედევრია. იმ ღამეს დახატა, როდესაც უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდა. დასასრული.
საქართველოს რადიო 2009 წელი